ვერძი. აგვისტო ვერძებისთვის ემოციური და ენერგიული მოვლენებით იქნება სავსე. სურვილი და გეუფლებათ, რომ ცხოვრება ხელში აიღოთ და გარშემო ყველაფერი შეცვალოთ. მარტო ხელებს ექნებათ რამდენიმე სპონტანური გაცნობა, განსაკუთრებით თვისშუა რიცხვებში. ურთიერთობაში მყოფებს შესაძლოა გაუჩნდეთ დაძაბულობა ეჭვების ან უთქმელი სიტყვების გამო, გულწრფელი დიალოგი გადაგარჩენთ. ახალ წამოწყებებს კარგი პერსპექტივები აქვს. თუმცა ზედმეტი სარისკო ნაბიჯებისგან თავი შეიკავეთ. ენერგია იქნება მაღალი, თუმცა ნერვული სისტემის განტვირთვა არ დაგავიწყდეთ. კურო. აგვისტო კუროსთვის თვითშეფასების და საზღვრების განსაზღვრის თვე იქნება. დროა საკუთარი სურვილები პირველ პლანზე დააყენო. მარტო ხელებს შანსი ექნებათ სერიოზული კავშირისთვის, თუმცა ზედმეტ იდეალიზმს მოერიდეთ. წყვილებში დაფარული წყენა შეიძლება ზედაპირზე ამოვიდეს, ნუ დაემალებით გრძნობებს. კარგი დროა ფინანსური სტაბილურობისთვის, მაგრამ არ აიღოთ სესხი ან არ გადადო დიდი შენაძენი. კისრის, ზურგის და ყელის არე შესაძლოა დაძაბული იყოს, მასაჟი ან იოგას სცადე. ტყუპები. აგვისტო გთავაზობს კომუნიკაციის გაძლიერებასა და შემოქმედებითი იდეების რეალიზებას. სწორი დროა გაბედო. მარტო ხელებო, ინტელექტუალური კავშირი შეიძლება რომანში გადაიზარდოს. ურთიერთობაში მყოფები იგრძნობთ, რომ პარტნიორთან დროის გაზიარება უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შთაგონება, იდეები და ახალი კონტაქტები დაგეხმარება შემოსავლების გაზრდაში. თავი გაანებე დაუსრულებელ ფიქრებს, იოგას, სეირნობა ან მედიტაცია დაგეხმარება. კირჩხიბი. აგვისტოში შინაგანი სამყარო პირველ ადგილზე გადმოიცევს. ემოციები გიბიძგებენ, საკუთარ ღირებულებებს გადახედოთ. მარტო ხელებს დიდი შანსი აქვთ რომანტიკული ურთიერთობის დაწყებისთვის, განსაკუთრებით 10-15 რიცხვებში. ურთიერთობაში მყოფებს სჭირდებათ მეტი სინაზე და სითბო, ნაკლები კრიტიკა. შემოსავლის სტაბილურობა შენარჩუნდება. თუმცა გთხოვ, ნუ გააზვიადებ დახმარების გაწევა სხვებისთვის საკუთარი საზღვრების ხარჯზე. საჭმლის მონელება და კოჭი შესაძლოა გახდეს სუსტი წერტილი და არეგულირე რაციონი. ლომი. შენი დროა. აგვისტოში მზე შენს მხარესაა და შენც იბრძკინებ. ყურადღების ცენტრში ყოფნა, ახალი მიზნები და საკუთარ თავში რწმენის გაძლიერება გელის. მარტო ხელებს სიურპრიზებით სავსე რომანიელით. ვიღაც, ვინც შენს სიკაშკაშეს ვერ გაუძლებს, გამოჩნდება. წყვილებში მეტი რომანტიკა და ერთობლივი გეგმების განხილვა გაგიხსნით გულს. თამამადი მოქმედე. პროექტები, საკუთარი ბრენდი ან სოციალური მედია, ყველაფერი წავა წინ თუ გულით და ენერგიით მიუდგები. კარდიო აქტივობა გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ. ნუ დაგავიწყდება წყლის სმა და მზისგან დაცვა. ქალწული. აგვისტო ქალწულისთვის შინაგანი მონტაჟის თვეა, ის დროა, როცა გულში მყოფ ქაოსს წესრიგს უსვამ. დეტალებში იმალება ძალა. მარტო ხელებო, შესაძლოა პოტენციური პარტნიორი თქვენს პროფესიულ წრეში გამოჩნდეს. ურთიერთობაში გულგრილობის დრო დასრულდა. იმუშავეთ ერთმანეთის გრძნობებზე. ბრწყინვალე თვეა დაგეგმვისა და დეტალური ანალიზისთვის. ფულის მოზიდვა შესაძლებელი გახდება პატარა ნაბიჯებით. მოწესრიგებული რეჟიმი და ძილის ხარისხი აგრძნობინებს თავს უკეთესად. გაიმარტივე კვება. სასწორი. ჰარმონია და ახალი ნაცნობობები აგვისტოს მთავარი თემაა. შეგიძლია მოიზიდო ის ადამიანები, ვინც შენს ენერგიას ანათებს. მარტო ხელებო, ვენერა შენს მხარესაა, ნაზი, მაგრამ ღრმა კავშირები შენს ცხოვრებაში შემოვა. წყვილებში ერთად გაზიარებული დრო გაღრმავებს ნდობას და მიჯაჭვულობას. კოლაბორაციები და საჯარო გამოსვლები წარმატებას მოგიტანენ. არ შეუშინდე კამერას ან მიკროფონს. ჯანმრთელობა, ესთეტიკა და შინაგანი სიმშვიდე გაგაძლიერებს. არტ-თერაპია ან ბუნებაში ყოფნა შენზე კარგად იმოქმედებს. მორიელი. აგვისტო მორიელისთვის შინაგანი ტრანსფორმაციის თვეა. რაღაც ძველი სრულდება, ახალი კი გეძახის დროა გაბედო და განთავისუფლდე. მარტო ხელებს ელით სასიამოვნო ფლირტი, მაგრამ არა ყველაფერი ისე იქნება, როგორც თავიდან ჩანს. წყვილებში ეჭვიანობას და ძალაუფლების თამაშს ნუ მისცემ საშუალებას, სჯობს სიღრმისეულად ისაუბროთ. საიდუმლო გარიგება ან დაფარული შესაძლებლობა წარმატებას მოგიტანს. ნუ გაუშვებ. წყლის თერაპია იდაგეხმარება ემოციურ განტვირთვაში. შვილდოსანი. თავისუფლების წყურვილი და სუფთა ჰაერის სუნთქვა, აგვისტო შენთვის მოგზაურობების, სულიერი განათლებისა და ახალი კუთხით ხედვის თვეა.
მარტო ხელებო მოგზაურობისას ან ონლაინ პლატფორმებზე საინტერესო ადამიანი გამოჩნდება. წყვილებში საჭიროა ერთმანეთის სურვილების პატივისცემა, არ დაგავიწყდეს თავისუფლების მნიშვნელობა. იღბალი შენს მხარესაა განსაკუთრებით განათლების, ტრენინგებისა და კონტენტის შექმნის სფეროში. მხედველობა და კუჭ-ნაწლავის სისტემა ყურადღებას მოითხოვს, ივარჯიშე ზომიერად და სწორად იკვებე. თხის რქა. აგვისტო შენს რუტინას გამოუიძებას სთხოვს. სტაბილურობასა და ცვლილებას შორის ბალანსი უნდა მოძებნო. მოემზადე მოულოდნელი იდეებისთვის. მარტო ხელებს აგვისტოს ბოლო რიცხვებში ელით ისეთი ნაცნობობა, რომელიც პროფესიული თემით დაიწყება და ემოციურ სიღრმეში გადავა. წყვილებში საჭიროა პრაგმატულობის გადადება და მეტი ემოციური ჩართულობა. სერიოზული საქმეები წარმატებას მოგიტანს, მაგრამ დროა თამამად აუწყო ნაბიჯი ციფრულ ტექნოლოგიებსაც. ცვლებსა და სახსრებს მიხედე. კარგი დროა სპორტის დასაწყებად, ოღონდ ზედმეტი დატვირთვის გარეშე. მერწყული. აგვისტო მერწყულებისთვის მოულოდნელი კავშირებისა და იდეების თვეა. ადამიანებთან ურთიერთობა გაგიადვილდება და შეიძლება ცხოვრების ახალი კარიც გაიღოს. მარტო ხელებს ელით მოულოდნელი ქიმია, ვიღაც გარშემო, ვინც აქამდე არ გინახავს ასე, ახლა სხვანაირად დაგანახებს თავს. წყვილებში ურთიერთობა გახდება უფრო ღია და ექსპერიმენტული, კომუნიკაცია გადაარჩენს გაუგებრობებს. კარგი დრო აქსელური მუშაობისთვის, ინტერნეტ პროექტებისთვის და გუნდური იდეების რეალიზებისთვის. ტექნოლოგიებთან ზედმეტი დროის გატარება შეამცირე და აბალანსე ტვინის დატვირთვა ბუნებაში ყოფნით. თევზები. აგვისტო სიზმრებითა და ინტუიციით სავსეა. იგრძნობ, რომ რაღაც ახალი იწყება, თუნდაც ჯერ არ გესმოდეს როგორ. ენდე შინაგან ხმას. მარტო ხელებს ელით შეხვედრა, რომელიც სულიერად შეგარხევს. ეს შეიძლება იყოს არტისტული ან სულიერი ადამიანიც. წყვილებში გრძნობები გაღრმავდება, თუ ემოციების დამალვას შეწყვეტთ. შემოქმედებითი პროექტები და სულიერ თემებზე დაფუძნებული საქმიანობები დიდი სარგებელს მოგიტანენ. ემოციური დაღლა შეგიძლია წყლის ელემენტით განკურნო, წყალში სიარული, ბანაობა ან სუნთქვითი სავარჯიშოები.